გორის სპორტის სასახლემ თავისუფალ ჭიდაობაში ცოტნე ბარამიძის ხსოვნის მეორე მემორიალურ ტურნირს უმასპინძლა. შეჯიბრში, რომელიც ჭიდაობის მსოფლიო საერთაშორისო ფედერაციის წესების მიხედვით ჩატარდა პირველობისთვის, 21 კატეგორიაში იბრძოლეს 2011, 2012 და 2013-2014 წლებში დაბადებულმა სპორტსმენებმა, გოგონებმა და ვაჟებმა. რაც შეეხება შედეგებს, ტურნირი გორელი მოჭიდავეების გუნდური გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილი კი აჭარის, ხოლო მესამე ადგილი ქარელის გუნდმა დაიკავა. საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიკელები გადაეცათ. ასევე დაჯილდოვდნენ პირველ და მესამე ადგილზე გასული გუნდებიც. ცოტნე ბარამიძე ვეტერანი მოჭიდავე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი, ჭაბუკებს შორის ევროპის პრიზიორი, ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის კლუბის მწვრთნელი. 2023 წლის აგვისტოში გარდაიცვალა. შეჯიბრი გაიმართა სპორტის სასახლეში, ძალიან მაღალი დონის შეჯიბრი გამოვიდა, საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო, შეიძლება ითქვას, რომ ამ ასაკში საქართველოს პირველობის რანგისა იყო. მე მინდა უწრფელი მადლობა უთხრა ჩვენი შეჯიბრის ორგანიზატორებს, ჩვენი სპორტულ სააგენტოს უფროსად, მის დირექტორს, ბატონ გიორგი გურიჯამიაშვილს. ასევე მინდა ერთი სასიამოვნო ფაქტიც ვახსენო აქ, რომ ცოტნეს მეგობრები, ვისაც რითი შეეძლო ყველაფრით ამ ტურნირს გვერდში ამოუდგნენ რა და ყველაზე სასიამოვნო ფაქტი ის არის, რომ ტურნირმა ტრადიციული სახე მიიღო და ვიმედოვნებ, რომ ამ ტურნირზე აიზრდებიან დიდი სპორტსმენები, რომლებიც ბევრჯერ ასახელებენ ჩვენ ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის სახელს საზღვრებს გარეთ ჩვენი ქვეყნისა ისეულად გაიტანა. 51 კილოგრამში ვიასპარეზე ჩავატარე 4 შეხვედრა, 4-ში წარმატებულად გამოვედი, აშკარა უპირატესობით დავამარცხე ყველა და გავხდი ჩემპიონი. სამწუხაროა რომ ჩატარდა ცოტა მასშტაბების ტურნირი, მაგრამ ამ შეჯიბრზეც შევეცადეთ, რომ გაგვემარჯვა და ვასახელეთ მადლობას ვუხდით ჩემპიონს არჩილ ბარამიძეს, რომ ესე გვეხმარებოდა და გავხადა ჩემპიონები და ჩემს ოჯახს. 7-9 ივლისს ჩატარდა გორის სპორტის სასახლეში ცოტნე ბარამიძის ხსოვნისადმი მეწვრთნელი ტურნირი, სადაც მე პირადად ვიასპარეზე 38 კილოგრამის კატეგორიაში და დავიკავე პირველი ადგილი. ჩავატარე 3 შეხვედრა. ჩემი ჩემპიონობა არის ჩემი და ჩემი პირადი მწვრთნელის არჩილ ბარამიძის დამსახურება და ჩემ გამარჯვებას უზრუნველყოფ ცოტნე ბარამიძის სულს. 9 თებერვალს ჩატარდა ცოტნე ბარამიძის ტურნირი, სადაც მე ვიასპარეზე 26 კილოგრამში დავიკავე პირველი ადგილი და ჩავატარე 4-ჯერ ვეჭიდავე. ჩემი გამარჯვებას მოუძღვნი ცოტნე ბარამიძეს და ეს ჩემი გამარჯვება მომცა ჩემმა მასწავლებელმა არჩილ ბარამიძემ. ჩატარდა ქალაქ გორში ცოტნე ბარამიძის ხსოვნის ტურნირი. ვიჭიდავე 29 კილოში და დავიკავე პირველი ადგილი. მინდა ეს გამარჯვება უზრუნველყო ცოტნე ბარამიძეს და მადლობა ვუხდი ჩემს პირად მწვრთნელს არკადი ხენჩაგაშვილს.